შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე 1980 წელს დაბადებული დიმიტრი უ და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდედნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტ საიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 186 შეკვრად დაფასოებული 333 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება MDMA შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას 1 კილო და 550 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ეგრეთ წოდებული ბიო, 887 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი, ნარკოტიკული საშუალება MDMA შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა, ეგრეთ წოდებული ბიო. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. Полтора месяца назад мы были в Грузии. Последний раз мы приехали 7 мая. Приехали на квартиру, ходили по городу, фотографировали места и клали в эти места наркотики. 7 числа мы из России с Димой приехали в город Тбилиси. Нас встретил Павел, провел нас, показал, где квартира, мы зашли в эту квартиру. Он говорит, что наркотики он привез из России, и наша задача с Димой, надо было делать снимки адреса, делать закладки наркотиков и отправлять все через интернет. Оплата была тоже через интернет в Россию.